ღირსი სილუან ათონელი მადლისათვის. ცოდვების გარდა მონასტერში არაფერი მიმიტანია და არც კი ვიცი რისთვის მომადლა უფალმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მორჩილად ყოფნისას ისე უხვად სულიწმიდის მადლი, რომ ჩემი სულიც და ხორციც ამ მადლით იყო სავსე. მადლი ისეთივე იყო მოწამეებს რომ ჰქონდათ და ჩემს ხორცს სწუროდა ქრისტესთვის ტანჯვა. მე არ მithოვია სულიწმინდა უფლისთვის. არც კი ვიცოდი მისი არსებობა, არ ვიცოდი როგორ მოდის და როგორ მოქმედებს იგი სულში. ახლა კი მიხარია ამაზე წერა. ჰოი სულო წმინდაო, საყვარელი ხარ სულისთვის. აღწერა შენი შეუძლებელია, მაგრამ სულის ცნობს შენს მოსვლას. შენ აძლევ სულს მშვიდობას და გულს სიტკბოებას. თქვა უფალმა, ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და პოუდ განსვენება სულთა თქვენთა. უფალმა ეს სულიწმიდის შესახებ თქვა, მხოლოდ სულიწმიდის მიერ მოიხვეჭს სული სრულ მშვიდობას. ნეტარი ვართ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან დიდად ვუყვარვართ უფალს და გვანიჭებს სულიწმიდის მადლს. სულიწმიდის მიერ კი გვაძლევს ხედვას თავისი დიდებისა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მადლი შევინარჩუნოთ, უნდა გვიყვარდეს მტრები და ყველა მწუხარებისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. ცოდვილ სულს უფალმა სინანულისკენ მოუწოდა, სული უფლისკენ მიიქცა, მან კი მოწყალედ შეიწყნარა და გამოუცხადა თავი თვისი. ფრიად მოწყალე მშვიდი და მდაბალია უფალი, არ მოიხსენა სულის ცოდვები თავისი უზომო სახიერებით. ამიტომ სულმა სრული სიყვარულით შეიყვარა და მიიწევს მისკენ, როგორც ჩიტი მიიწევს ვიწრო გალიიდან მწვანე ტყისკენ. კაცის სულმა შეიცნო ღმერთი, მოწყალე, უხვი, ტკბილი, სრულად შეიყვარა და განუწყვეტლივ ისწრაფვის მისკენ. აღძრული მხურვალე სიყვარულით, რამე თუ მეტად ტკბილია ღვთის მადლი, ათბობს იგი გულსაც, გონებასაც და მთელ ჩვენს უძლურ სხეულსაც. უეცრად სული კარგავს ღვთის ასეთ მადლს და ფიქრობს, ალბათ რაღაცით განვარისხე მეუფე, შევთხოვ წყალობას, იქნებ დამიბრუნოს თავისი მადლი, რამე თუ ჩემ სულს უკვე აღარაფერი სურს ამ ქვეყნად უფლის გარდა. უფლის სიყვარული ისეთი მხურვალეა, რომ თუ კი ის იგემა, სულის სხვას უკვე აღარაფერს მოისურვებს. თუ მადლს დაკარგავს, ანდა იგი უდნავ მოიკლებს, ვინიცის რა ლოცვებს აღარ აღუვლენს ღმერთს, რათა კვლავ მოუვლინოს თავისი მადლი. ასე იდგა ღირსი სერაფიმე ქვაზე 3 წელი, რადგან მისმა სულმა შეიცნო უფალი, დატკბა მისი მადლით და სრული სიყვარულით შეიყვარა იგი. სული, რომელმაც შეიცნო უფალი, სიყვარულით მიიწევს მისკენ და ღვთის სიყვარულის სიმხურვალე არ აძლევს ნებას დაივიწყოს იგი დღისით თუ ღამით, არც ერთი წამით. თუ ჩვენ ვისაც ასე მცირედ გვიყვარს უფალი, ასე მხურვალედ მივიწევთ მისკენ, ვინ აღწეროს ღვთისმშობლის სიყვარული თავისი ძისა და ღმერთისადმი. გვარქვი ჩვენ ყოლაწმინდაო, როგორ გიყვარდა ძე და უფალი შენი და როგორ ლოცულობდი, როცა იგი ცად ამაღლდა, მაგრამ არ ძალგვით ჩვენ ამის წვდომა. ნეტარია სული, რომელიც სულისა და ხორცის სიწმინდეს იცავს. უყვარს ის უფალს და ანიჭებს სულიწმინდის მადლს და ეს მადლი კრავს სულს. აიძულებს ისე უყვარდეს ღმერთი, რომ სულიწმინდის სიტკბოსგან არ ძალუც მოსწყდეს ღმერთს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ, რადგან ღვთის სიყვარულს არ აქვს დასასრული. თუმცა მე ვიცნობ კაცს, რომელიც მოწყალე უფალმა მოიხილა
თავისი მადლით. მისთვის რომ ეკითხა უფალს გინდა თუ არა კიდევ უფრო მეტი მადლი მოგცეო, ხორციელად უძლური სული უპასუხებდა: შენ ხედავ უფალო, რომ უფრო მეტ მადლს ვეღარ გავუძლებ და მოვკვდები. არ ძალუძს კაცს მადლის სავსების დატევნა, ამიტომაც დაემხნენ პირქვე უფლის მოწაფეები, როცა თაბორზე უფლის დიდება იხილეს. ყოველდღე ვკვებავთ ხორცს და ვსუნთქავთ ჰაერით, რომ ხორცმა სიცოცხლე შეძლოს. სულის საზრდოდ კი უფალი და სულიწმიდის მადლია საჭირო, ურუმლისოდაც მკვდარია სული. როგორც მზე ათბობს და აცოცხლებს მინდვრის ყვავილებს და ისინიც მზისკენ მიიწევენ, ისევე ღვთისმოყვარე სული მიიწევს ღვთისკენ და ნეტარებს მისით და ისეთ დიდ სიხარულს განიცდის, რომ ყველა ადამიანისთვის სურს ასეთივე ნეტარება. უფალმაც სწორედ იმისთვის შეგვქმნა, რომ მუდამ მასთან ერთად ვიცხოვროთ ზეცაში და ვეგოთ მის სიყვარულში. დიდება უფალს და მის მოწყალებას. მან ისე შეგვიყვარა, რომ მოგცა სული წმინდა, რომელიც გვასწავლის ყოველივე სიკეთეს და გვაძლევს ძალას ცოდვის დასათრგუნად. უფალმა თავისი დიდი მოწყალებით გვიბოძა მადლი და ჩვენ ყოველი დაცვით უნდა დავიცვათ იგი, რათა არ დავკარგოთ, რადგან უმადლოდ დარჩენილი კაცი სულიერად ბრმაა. ბრმაა, ვინც ამასოფლად სიმდიდრეს აგროვებს. ეს ნიშნავს, რომ მისი სული არ იცნობს სულიწმინდას, არ იცის რა ტკბილია იგი, ამიტომაც მიწის ტყვეა. ხოლო ვინც სულიწმინდის სიტკბოება შეიცნო, იმან ისიც იცის, რომ იგი ვერაფერს შეედრება და ასეთ კაცს სოფლად უკვე აღარაფერი ხიბლავს. მხოლოდ უფლის სიყვარულის ტყვეა, ღმერთში პოვებს მშვიდობას, ხარობს და გლოვობს კაცთათვის. ეცოდება ისინი, რომ ყველამ ვერ შეძლო ეცნო უფალი. როცა სულს სულიწმინდის მადლი აქვს, იგი კმაყოფილია და აღარ ენატრება ზეციური, რამე თუ სასუფეველი ღვთისა ჩვენშია დაფარული. მაგრამ როცა სული კარგავს მადლს, მაშინ ენატრება ზეციური და ცრემლით დაეძებს უფალს. სანამ მადლს მიიღებდეს, კაცი ცხოვრობს და გონია, რომ მის სულში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როცა მადლი მოიხილავს და დაივანებს მასში, მაშინ სულ სხვაგვარად ხედავს თავის თავს. როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ ღას ცნობს, თუ რა დიდი უბედურება შეემთხვა. ვთქვათ, მეფისწული სანადიროდ წავიდა, უღრან ტყეში დაიკარგა და სასახლეში ვეღარ დაბრუნდა. ბევრი ცრემლი დაღვარა გზის ზებნაში, მაგრამ ვერ იპოვა. შუაგულ ტყეში დარჩენილს მამა მეფე და დედა დედოფალი, ძმები და დები ენატრება. რაც ნელია მისთვის, მეფისწულისთვის უღრან გაუვალ ტყეში ცხოვრება. ხმამაღლა მისტირის იგი უწინდელ ცხოვრებას მამის სასახლეში და უსაშველოდ ენატრება მშობელი დედა. აი ასე და უფრო მეტადაც წუხს და გმინავს სული, ღვთის მადლის დამკარგველი. უნუგეშოდ მისტიროდა მამას მშვენიერი იოსები, როცა ძმებმა ეგვიპტელებს მიჰყიდეს მონად შორეულ უცხო ქვეყანაში. ხოლო დედამისის რაქილის სამარეს რომ მოჰკრა თვალი, მწარე დაქვითინდა. ხედავ დედაო, მონად მივყავართ შორ ქვეყანაში. ასე და უფრო მეტადაც მოიწყენს სული, სულიწმინდის დამკარგველი, ბოროტი სიტყვების მიერ მონად განსყიდული. მაგრამ ვინც არ იცის სულიწმინდის მადლი, ის არც დაეძებს მას. მიეჯაჭვნენ ადამიანები მიწას და არც კი იციან, რომ სულიწმინდის სიტკბოებას ამასოფლისა ვერაფერი შეცვლის. სოფლის მამალი თავის პატარა ეზოში ცხოვრობს და საკუთარი ბედით კმაყოფილია.
მაგრამ არწივი ღრუბლებში დაფრინავს და მაღლიდან ლურჯ სიშორეს ხედავს. იცის, რომ ბევრი ქვეყანა არსებობს, უნახავს ტყეები და მინდვრები, მთები და მდინარეები. და ამ არწივს რომ ფრთები მოკვეცონ და მამალთან ერთად სოფლის ეზოში დააბან, როგორ მოენატრება ლურჯი ცა და სალი კლდეები. ასევე სული, რომელმაც ერთხელ შეიცნო მადლი და დაკარგა იგი, უნუგეშოდ მისტირის მას და მოსვენებას ვერსად პოვებს. უფალს ობლად არ მიუტოვებივართ, როგორც დედა ტოვებს შვილებს სიკვდილის შემდეგ. არამედ მოგცა ნუგეშინის მცემელი სული წმინდა, რომელიც მოგვიწოდებს განუძღომლად გვიყვარდეს ღმერთი, გვენატრებოდეს იგი და დღედაღამ ცრემლით დავეძებდეთ. ოჰ, რა ცუდად გრძნობს თავს სული, როცა ღვთის სიყვარულსა და მის წინაშე კადნიერებას კარგავს, წუხარებით ღაღადებს მაშინ. როდისღა ვიხილავ უფალს, როდისღა შევძლებ მისი მშვიდობითა და სიყვარულით ტკბობას. რად მოთქვამ, სულო ჩემო, ცრემლებს რადგორი, იქნებ გავიწყდება რა მოგცა უფალმა შენ, ყოველგვარი სასჯელის ღირს. არა, არ მავიწყდება, რა დიდი წყალობა მომფინა უფალმა, მახსოვს სული წმინდის სიტკბოება და შევიცანი უფლის სიყვარული. ისიც ვიცი, რა ტკბილია ეს სიყვარული სულისა და ხორცისთვის. მაშ რაღაც ღრი ცრემლებს სულო, თუ იცი მეუფედა შენ და მისი გამოუთქმელი სიყვარული, რაღა სითხოვ ამდენი წყალობის მომცემელი მეუფისგან. ჩემ სულს წადია არასოდეს დაკარგოს მადლი, რამე თუ მისი სიტკბოება სულს მოუწოდებს მუდამ უყვარდეს თავისი შემოქმედი. როცა სულში ღვთის მადლი იკლებს, მაშინ ის ისევე ვეტრება უფალს იმ წყალობის მონიჭებას, ერთხელ რომ შეიცნო. ბორგავს სული, რადგან ბოროტი გული სიტყვებით ანჯავენ. ღვთისგან თავისი შემოქმედისგან მოელის შველას და ევედრება მიანიჭოს სული მდაბალი, რათა არ მიატოვოს ღვთის მადლმა სული, არამედ მისცეს მას ძალა, უსასრულოდ უყვარდეს ზეციერი მამა. უფალი ართმევს თავის მადლს სულს, ამით ბრძნულად და მოწყალე დასწავლის სიმდაბლეს კაცს, რომლისთვისაც დიდი ტანჯვით განიპყრა ხელნი ჯვარზე. ის ჩააგონებს სულს, კეთილი ნება გამოიჩინოს მტრებთან ბრძოლისას, მაგრამ მარტოდ შთენილ სულს მათი დამარცხება არ შეუძლია. ამიტომაც წუხს ჩემი სული, ენატრება უფალი და ცრემლით დაეძებს მას. შენ ხედავ უფალო, რა უმწეოა ჩემი სული შენი მადლის გარეშე და ვერსად პოვებს მოსვენებას. შენ ხარ ჩვენი სიტკბოება, ჩვენი ზეციერი მამა, მოგვეც ჩვენ ძალა გვიყვარდე, მოგვეც ჩვენ წმინდა შიში შენი, ისეთი როგორიც ქერუბიმებს აქვთ, ასე რომ ძრწიან შენს წინაშე და ასე რომ უყვარხართ. შენ განანათლებ სულს ნათელო ჩვენო, რათა განუძღომლად უყვარდეს შენ ერთადერთი. შენ ართმევ მადლს ჩემ სულს, რადგან არ არის მუდამ მდაბალი. მაგრამ ხედავ როგორ ვწუხვარ და გევედრები მომეც მდაბალი სული წმინდა შენი. მარტო კაცს არ შესწევს ძალა ღვთის მცნებების შესრულებისა, ამიტომაც ითქვა, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ. თუ არ ვითხოვთ, თვითონვე ვიტანჯავთ თავს და ვიკლებთ სული წმინდის მადლს. მადლის გარეშე კი სულს ბევრი რამ აბრკოლებს, რადგან ვერ სწუდება ღვთის ნებას. იმისათვის, რომ მადლი ჰქონდეს, კაცი ყველაფერში კრძალულებას უნდა იცავდეს. მიხრა-მოხრაში, ლაპარაკში, გამოხედვაში, გულის სიტყვებში, ჭამაში. ყოველგვარ კრძალულებას შეეწევა წმინდა წერილში წვრთნა, რამე თუ ითქვა,
არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. ღირსმა მარიამ ეგვიპტელმა მამა ზოსიმეს ცოტაოდენი პური გამოართვა და თქვა: თუ ღვთის მადლი გვაქვს, ესეც საკმარისია. თავი უნდა მიაჩვიო, რომ რაც შეიძლება ცოტა ჭამო. თუმცა აქაც კეთილგონიერება უნდა დაიცვა. უნდა ნახო, რამდენად გაძლევს ამის ნებას შენი სამუშაო. კრძალულების საზომად ის გამოგადგება, რომ ჭამის შემდეგ ლოცვა უნდა გინდოდეს. უფალს უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე დედას შვილები და გვაძლევს სულიწმიდის მადლს. ჩვენ კი ყოველი დაცვით უნდა დავიცვათ ეს მადლი. ქვეყნად არ არსებობს მის დაკარგვაზე მეტი ტკივილი. როცა სული კარგავს ღვთის მადლს, მწუხარება იპყრობს და ფიქრობს: ეტყობა რაღაცით შეურაცხყვავი უფალიო. ამ წუთებში სული თითქოს ციდან მიწაზე ენარცხება და ამას სოფლის ყველა უბედურებას ხედავს. ოჰ, როგორ ევედრება მაშინ უფალს კვლავ მიანიჭოს თავისი მადლი. შეუძლებელია ღვთის ამ მონატრების აღწერა. არ ძალუძ სულს სულიწმინდის სიტკბოების მცნობს მისი დავიწყება. დღედაღამს წყურია და განუცხომლად ისწრაფვის მისკენ. ვინ აღწეროს ღვთის სიყვარულის სიმხურვალე, ღვთისა, რომელიც სულმა თავის ზეციერ მამად სცნო. წუთითაც არ არის სული კმაყოფილი, სანამ უფალი თავის მადლს არ დაუბრუნებს. სულს მადლის დამკარგველს ენატრება უფალი და ისე გლოვობს, როგორც ადამი სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ღმერთის გარდა არავინაა მისი ნუგეშის მცემელი. ბევრი იტირა ადამმა, ცრემლები ნაკადულებად სდიოდა, სახესა და მკერდს უსველებდა, მიწას ალტობდა. ღრმა და ძლიერ ოხრას გამოსცემდა, ჭედლის საბერველის მსგავსად და ღაღადებდა: უფალო, დამაბრუნე უკან შენ სამოთხეში. ადამის სულს სრულად უყვარდა ღმერთი და სამოთხის მთელი სიტკბოება იცოდა. მაგრამ გამოუცდელი იყო და ვერ აიცილა ევას საცდური, როგორც იობ მრავალვნებულმა აიცილა თავისი ცოლისგან მომავალი საცდური. რა გინდა, სულო ჩემო, რისთვის გლოვობ და რისთვის ღვრით ცრემლებს? უფლისთვის ვგლოვობ იმისთვის, რომ რახანია არ მინახავს და არავინ მივის ნუგეშის მცემელი. უფალმა მომცა მისი წყალობის შეცნობა და მინდა, რომ იგი მუდამ ჩემში მყოფობდეს. ტირის დედა, როცა დიდხანს ვერ ხედავს საყვარელ შვილს და ამბობს: სადახარ შვილო ჩემო საყვარელო, სადახარ სიხარულო ჩემო. მაგრამ დედობრივი სიყვარული არაფერია ღვთაებრივ სიყვარულთან შედარებით, იმდენად დიდი და განუძღომელია იგი. როცა სული ღვთის სიყვარულითაა სავსე, მას განუძღომელი სიყვარულის გამო მწუხარება იპყრობს და ცრემლით ლოცულობს მთელი სოფლისთვის, რათა ყოველმა კაცმა შეიცნოს მეუფე და ზეციერი მამა თვისი. ასეთი სული ვერსად პოვებს მოსვენებას და არც სურს იგი, სანამ ყოველი კაცი არ დატკბება ღვთის სიყვარულის მადლით. ენატრები ჩემ სულს უფალო და ვერსად გპოვებს. ხედავ უფალო, როგორ მოილტვის სული შენსკენ და ტირის და ეძებს შენს მადლს. შენ მოისურვე და მიბოძე მადლი, კვლავ მოისურვე და წამართვი იგი. როცა არ ვიცოდი რა არის მადლი, არ შემეძლო მეთხოვა იგი. ან როგორ უნდა მეთხოვა ის, რაც არ ვიცოდი. მაგრამ ახლა კი გევედრები მის მონიჭებას, რამე თუ სულმა ჩემმა გიცნო შენ და დატკბა სული წმიდით შენით. შეგიყვარა შენ შემოქმედი თვისი.
შენ მიეც მადლი შენს წმინდანებს, მათ კი სრული სიყვარულით შეგიყვარეს შენ და მოიძულეს ყოველივე მსოფლიო. შენი სიყვარულის სიტკბო არ გვაძლევს ნებას გვიყვარდეს ეს სოფელი და მისი მშვენება. რამე თუ ეს მშვენება არ არაა შენს მადლთან შედარებით. ოხრა უძლურია ჩემი სული, არა აქვს უფალთა ნაფრენის ძალა, რათა მის წინაშე წარდგომილი დღე და ღამე ტიროდეს. ღმერთის თავისი შემოქმედისა და ზეციერი მამის მცნობელ სულს ვერ ექნება ქვეყნად მოსვენება. აი რას ფიქრობს ასეთი სული, როცა უფლის წინაშე წარსდგები, შევევედრები წყალობას ქრისტიანთა მთელი მოდგმისთვის. ამასაც ფიქრობს, როცა ვიხილავ საყვარელ პირს უფლისას, სიხარულისგან კრინცაც ვერ დავძრავ, დიდი სიყვარული ხომ ამუჯებს ადამიანს. კიდევ ფიქრობს, ვილოცებ კაცთა მთელი მოდგმისთვის, რათა ყოველი ადამიანი მოიქცეს უფლისკენ და მასში ჰპოვოს განსვენება, რამე თუ ღვთის სიყვარულს ყველას ცხონება ნებავს. გაუფრთხილდით ღვთის მადლს, მასთან ერთად ყველაფერი კარგად, ღვთით კეთდება, ყველაფერი სიხარულით სავსეა. სულს მშვიდობა აქვს დაუფლებული და თითქოს რაღაც მშვენიერ ბაღში დადის, სადაც უფალი და ღვთისმშობელი მყოფობენ. უმადლოდ კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ. ხოლო თუ ღვთის მადლია მასთან, გონებით ანგელოზის მსგავსია. ღვთის მადლი სულისთვის შეუცნობლად არ მოდის და როცა სული ამ მადლს კარგავს, ენატრება და ცრემლით დაეძებს მას. ხომ გამალებით დაუწყებენ ძებნას მშობლები საყვარელ შვილს თუ ის დაკარგეს. ღვთის მოყვარე სული კი კიდევ უფრო გამეტებით დაეძებს უფალს, ისე რომ აღარც კი ახსოვს ნათესავები და საყვარელი ადამიანები. დიდება უფალს, რომ გვაძლევს უნარს გულისხმავყოთ მადლის მოსვლა და გვასწავლის გავარჩიოთ რისთვის მოდის და რისთვის იკარგება იგი. ვინც ყველა მცნებას იცავს, მისი სული მუდამ იგრძნობს მადლს, თუნდაც მცირეს. მაგრამ მადლი ადვილად იკარგება ცუდმედიდობის გამო, ერთი ამპარტავნული გულისიტყვის გამოც კი. შეიძლება ბევრს მარხულობდეთ, ბევრს ვლოცულობდეთ, ბევრ კეთილ საქმესაც ვიქმოდეთ, მაგრამ თუ ცუდმედიდობა შეგვიპყრობს, იმ დაფს დავემსგავსებით, რომელიც ჟღარონობს, მაგრამ შიგნით ფუტუროა. ცუდმედიდობა სულს აცარიელებს და დიდი გამოცდილება, ხანგრძლივი ბრძოლაა საჭირო მის დასაძლევად. მონასტერში შეძენილი გამოცდილებიდან და წმიდა წერილიდან შევიტყვე, თუ რა მავნეა ცუდმედიდობა და ახლა დღე და ღამ შევთხოვ უფალს ქრისტეს სიმდაბლის მონიჭებას. ეს დიდი და დაუსრულებელი მეცნიერებაა. ფიცხელ ომში ვართ ჩაბმულნი და ეს ომი დიდ სიბრძნეს მოითხოვს ჩვენგან. ფიცხელია ომი, მაგრამ ამასთან ერთად მარტივიცაა. თუ სული სიმდაბლეს შეიყვარებს, ჩვენი მტრების ყველა მახე დაირღვევა და მათი ციხესიმაგრეებიც დაეცემა. სულიერ ბრძოლაშიც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, რომ ყველა საბრძოლო მასალა და პროდუქტი მთელი იყოს. მასალა ჩვენი სიმდაბლეა, პროდუქტი კი ღვთის მადლი. თუ მათ დავკარგავთ, მტრები გვაჯობებენ. ფიცხელია ეს ომი ამპარტავანთათვის, დაბალთ კი არ უჭირთ ბრძოლა, რამე თუ მათ უფალი შეიყვარეს და იგი ანიჭებს თავის მძლავრ იარაღს, სული წმინდის მადლს. მისი ეშინიათ ჩვენს მტრებს, რადგან ის ერთიანად წვავს მათ. აი ცხონების ყველაზე მოკლე და ადვილი გზა. იყავი მორჩილი, კრძალული, ნუ განიკითხავ
დაიცავი გული და გონება ბოროტი გულის სიტყვებისგან. იფიქრე, რომ ყველა ადამიანი კეთილია და ისინი უყვარს უფალს. ამ დაბალი აზრებისთვის სულიწმიდის მადლი დაივანებს შენში და იტყვი, უფალი მოწყალია. ხოლო თუ განიკითხავ, თუ დრტვინავ და გიყვარს შენს ნებაზე სიარული, ბევრსაც რომ ლოცულობდე, სული მოუძლურდება და იტყვი, უფალმა დამივიწყაო. მაგრამ უფალმა კი არ დაგივიწყა, შენ დაგავიწყდა, რომ უნდა დამდაბლდე და ამიტომაც არ ცხოვრობს შენ სულში ღვთის მადლი. დაბალ სულში კი ადვილად შედის მადლი და ანიჭებს მას მშვიდობასა და განსვენებას. დედა ღვთისა ყველაზე მდაბალი იყო, ამიტომაც ადიდებს ცადა ქვეყანა. და ყველას, ვინც დამდაბლდება, ღმერთი განადიდებს. ასეთები იხილავენ უფლის დიდებას. სული წმიდა მეტად ტკბილია და ამო სულისა და ხორცისთვის. ისაა, რომ გვაძლევს ღვთის სიყვარულის შეცნობის უნარს და ეს სიყვარული სული წმიდისგანაა. საკვირველია, სული წმიდის მიერ შეიცნობს კაცი უფალს შემოქმედს თვისას და ნეტარ არიან, ვინც მის სამსახურს შეუდგება, რამე თუ უფალმა თქვა, სადაცა მე ვიყო, მუნცა ჩემი მსახური იყოს, რაითა ხედვიდან დიდებასა ჩემსა. თუ ასეა, ჯერ კიდევ აქ ამ სოფელში, მით უმეტეს ასე იქნება ცაში. წმინდანებს სული წმინდის მიერ უყვართ უფალი და ადიდებენ მას, გამოუთქმელია ეს სიყვარული. სული, რომელმაც შეიცნო სული წმიდა, მიხვდება, რასაც ვამბობ. რისთვის ვუყვარვართ ასე უფალს, ჩვენ ხომ ცოდვილები ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. მაშ რატომ ვუყვარვართ უფალს? იმიტომ, რომ უფალი თავად სიყვარულია. როგორც მზე ათბობს მთელ დედამიწას, ისე ათბობს სულს სული წმიდის მადლი, რათა უყვარდეს უფალი. მაშინ ენატრება სულს უფალი და ცრემლით დაეძებს მას. როგორ იქნება არ დაგეძებდე უფალო? გამოუთქმელად გამოეცხადე ჩემს სულს და შენი სიყვარულით დაატყვევე. დამიტკბო სული სული წმიდის მადლმა და არ ძალმიც მისი დავიწყება. რა დაგვავიწყებს უფალს თუ ის ჩვენშია? მოციქულებიც ხომ უქადაგებდნენ ხალხს, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორისო. ოხ, ნეტავი მთელმა ქვეყანამ იცოდეს უფალი, იცოდეს, რომ ყოველივეს სული წმიდა ამოძრავებს, იცოდეს, როგორ ვუყვარვართ მას და რა ტკბილია ეს სიყვარული, როგორ საზრდოობენ ზეციური ძალნი მისით, როგორ იდიდება უფალი მისი ვნებისთვის და როგორ აქებენ მას ყოველნი წმინდანი და ამ დიდებას არა აქვს დასასრული. ხარობს უფალი დამდაბლებული და მონანული სულისთვის და აძლევს მას სული წმიდის მადლს. მე ვიცი, რომ ერთმა მორჩილმა სული წმიდის მადლი მონასტერში შესვლიდან 9 წელიწადში მოიხვეჭა. სხვებმა 10 წელი იცხოვრეს და მერე მიიღეს იგი. ზოგმა კი შეიძლება 40 წელი და მეტი ხანიც დაჰყოს მონასტერში და მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს მადლის მიღების ღირსი. მაგრამ ამ მადლის შენარჩუნება არავის ძალუც, რადგან არა ვართ მდაბალნი. ღირსი სერაფიმე 27 წლისა იყო, როცა უფალი იხილა. მისმა სულმა ისე შეიყვარა ღმერთი, რომ სული წმინდის სიტყვოსგან მთლიანად შეიცვალა. მაგრამ მერე როცა უდაბნოში წავიდა და მიხვდა, რომ აღარ იყო მასთან ის მადლი, 3 წელი ქვაზე იდგა და ღაღადებდა, ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. სული, რომელიც სული წმინდის მიერ შეიცნობს უფალს, მისკენ მიიწევს.
ღვთის ხსოვნა მძლავრად იზიდავს და ადვილად დავიწყდება ეს სოფელი, მაგრამ როცა ახსენდება, უნდა რომ ყველამ გამოსცადოს ეს მდგომარეობა და ლოცულობს მთელი სოფლისთვის. თვით სულიწმიდა ჩააგონებს ასეთ სულს ილოცოს, რათა ყოველმა ადამიანმა შეინანოს და შეიცნოს ღმერთი, რათა გაიგოს რა მოწყალია იგი. თავი დავიმდაბლოთ ძმებო და შეგვეყვარებს უფალი. უფალს რომ ვუყვარვართ, იმ მადლით შეგვიძლია შევიცნოთ, რომელსაც იგი სულს ანიჭებს. როცა სულს თუნდაც მცირე მადლი ეძლევა, მას უყვარს უფალი, უყვარს მოყვასი და აქვს შინაგანი მშვიდობა. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა დიდი სიყვარული და მაშინ სულს ავიწყდება ეს სამყარო. ნეტარია, ვინც კი არ კარგავს ღვთის მადლს, არამედ თანდათან ზრდის. მე კი დავკარგე მადლი, მაგრამ უფალმა შემიბრალა და მხოლოდ თავისი მოწყალების გამო უფრო დიდი მადლი მომცა. უძლურია სული, ღვთის მადლის გარეშე პირუტყვს ვემსგავსებით. მადლთან ერთად კი დიდია კაცი ღვთის წინაშე. ადამიანები დიდად აფასებენ მიწიერ მეცნიერებებს ან და მეფესთან ნაცნობობას. უხარიათ თუ ახლოს არიან მასთან, მაგრამ იცოდე, ჭეშმარიტად დიდი მხოლოდ უფალი და მისი ნებაა. ძმებო, რაც შეგიძლიათ დაიცავით სული, რათა უფალმა შეიყვაროს იგი და მისცეს თავისი მადლი. მაგრამ ღვთის მადლს ვერ შევინარჩუნებთ, თუ მტრები არ გვეყვარება. ჩემმა სულმა სულიწმინდის მიერ შეიცნო უფალი, ამიტომ ადვილი და საამოა ჩემთვის ღმერთზე და ღვთის საქმეებზე ლაპარაკი. სულიწმინდის გარეშე კი სული მკვდარია, თუნდაც მას მთელი სამყარო ჰქონდეს შესწავლილი. ადამიანებმა რომ იცოდნენ რა არის სულიერი მეცნიერება, ყველა თავს დაანებებდა თავთავიანთ მეცნიერებებსა და ტექნიკას და უფლის ხედვის მეცნიერებას შეისწავლიდა. უფლის მშვენიერება სულს ატყვევებს, სული მიიწევს ღვთისკენ და მუდამ მასთან ყოფნას წყურია, სხვა არაფერი. ამას სოფლის ყველა მეუფებას კი ასეთი სული ისე უყურებს, როგორც ცაზე მიმომავალ ღრუბლებს. თქვა უფალმა, მე მამისა თანა ვარ და მამა ჩემთანა არს და თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის. ჩვენი სული გრძნობს, რომ უფალი ჩვენშია და ამიტომაც არც ერთი წუთით არ ძალუძს მისი დავიწყება. რა დიდი წყალობაა, უფალს სურს, რომ ჩვენ მასში და მამაში ვიყოთ. მაგრამ რა ვქენით უფალო, რითი მოგაწონეთ თავი, რომ ინებე ჩვენში იყო და ჩვენ შენში. ჩვენი ცოდვებით ჯვარს გაცვით, შენ კი გსურს, რომ შენთან ერთად ვიყოთ. ოჰ, რა დიდია შენი წყალობა, ხედავ მას ჩემზე გადმოსულს. ყოველგვარი ტანჯვის ღირსი ვარ, შენ კი სულიწმინდის მადლს მანიჭებ. თუ კი მე ცოდვილს მიბოძე შენი შეცნობა სულიწმინდის მიერ, მაშ მიეც უფალო ყველა ადამიანს უნარი შენი შეცნობისა.